ცოტა ვრცელი ვიდეო გამოა მეგობრებო, მაგრამ აუცილებლად სათქმელია და უნდა ვიცოდეთ ყველამ რა ხდება რეალობაში. ამთავითო უნდა გითხრათ, რომ მე არც ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის მიმდევარი არა ვარ, მით უმეტეს ეს ოპოზიცია ჩემგან როგორც ეროვნული, კლასიკური, რა ვიცი, კონსერვატორი ქრისტიანისგან იდეოლოგიურად შორს დგას, მაგრამ მე ძალიან გულშემატკივრობ მათ როგორც პოლიტიკურ ერთობას ამ რუსული რეჟიმის დასამარცხებლად, ხო, იმიტომ რომ ჩემთვის თავარი ამოცანა არის ეხლა ეს. და მათი წარსული თუ რაღაცა ამ შემთხვევაში ნაკლებად მაინც ყველა ადამიანი, ვისაც შეუძლია ქართული ოცნების პოლიტიკურ სასაფლაოზე გაშვება, არის მნიშვნელოვანი ჩემთვის ერთი პირადი ჩვეულებრივი განცდაა ჩემი, ხო? როგორც ერთი რიგითი მოქალაქისა, რომელსაც უნდა საქართველოს გათავისუფლება. მაგრამ მე ვამჩნევ ეხლა ამ ბოლო განსაკუთრებით, რომ ამ ძლივს შეყოწიწებულ ერთობას ყველაზე დიდ ზიანს აყენებს მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც მაგალითად ამ გუშინ იყო თუ გუშინ წინ გამოაქვეყნა თავის Facebook-ზე პოსტი, გამოგზავნილი ციხიდან გასაგებია, ვიღაცის დახმარებით ამ მნიშვნელობა აქვს. რომელიც იწყება პირდაპირ ასე, რომ მიმართავს ამ გაერთიანებულ ოპოზიციას, ალიანსს, რეგიონებში რომ გამოგივიდეთ სიარულიო და ხალხთან შეხვედრაო, ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ საკუთარი თავის სიყვარულის გარდა ხალხიც გიყვართო და მე ჩამოთვლილია თვითონ როგორ უყვარდა ხალხი მოკლედ და ამუნათებს რა მოკლედ ამ ოპოზიციას, რომ ისინი უფრო საკუთარ თავზე ფიქრობენ და არა ხალხზე, ხო? კაი ვთქვა, ასეც რომ იყოს მიხეილ სააკაშვილს რა მოგება აქედან. რა პრობლემა არის მისთვის თქვათ ოპოზიციას თუ არ უყვარს ხალხი ისე როგორც მას უყვარდა ვითომ, კაი. იცით რა არის მეგობრებო, ნაცებსაც მიმართავ, აქ დიდი აჟიოტაჟი არის განსაკუთრებით მადიარის გამარჯვების შემდეგ, აი ჩვენა ყავს მადიარი, ოღონდ მიხეილ სააკაშვილია ციხეში, ანუ ისევ ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მოიგდოს, ასე ვთქვათ, მთელი ოპოზიციური ერთობა სააკაშვილმა და ნაცმოძრაობამ, ხო? არ ვიცი ხა მე ამაში რამდენად ჩართულები არიან ამჟამინდელი ნაცმოძრაობის ლიდერები, რომლებიც თავად შევიდნენ, ხო, ამ ალიანსში, ამ 8 თუ 9 პარტიული გაერთიანება რომ არის და ახლა მე მგონი ჩემის დაკვირვები და ჩემის განცდით ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ ურტყამს ამ ერთობას 26 მაისის წინ შექმნილ, ასე ვთქვათ, ამ ძალის ცენტრს ოპოზიციურს სააკაშვილი ყველანაირად ურტყამს და აკნინებს მას, რომ ეს 26 მაისი არ შედგეს. მე ბატონო, აი მაგალითად, რომელსაც არაერთხელ გამიკრიტიკებია ეს ამჟამინდელი ოპოზიციური ლიდერები, წარსულ ცხოვრებაში, ხო, 10,000 პუბლიკაციის ავტორი ვარ და სააკაშვილს მაგალითად 30 წლის წინ ვაკრიტიკებდი, როცა ის მოქალაქეთა კავშირის ამომავალი ვარსკვლავი იყო და მე შევარდნაილის რეჟიმს შევძლებდი ისე ცნობისთვის. მაგრამ თავს ვიკავებ, ხო, ამ ყურიდან ენის გამოყოფის გამო, რატო? იმიტომ რომ ვცდილობ რაღაცნაირად ძლივს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეყოწიწებული ერთობა ჩამოყალიბდეს, უფრო გაძლიერდეს და წინ წაიწიოს. ახლა ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მე მათი ხელისუფლებაში მოყვანისთვის ვიბძი. ნურას უკაცრავად რა, თავისუფალი არჩევნები მოვიდეს და მე ვნახოთ ვინ არის და რა არის. ოღონდ თავისუფალ არჩევნებში. ეს ისე ცნობისთვის. მაგრამ ამ შემთხვევაში სამშობლო არ გადასარჩენი, მე ყველანაირად ვცდილობ. იგივე ნაცმოძრაობაზეც კი პრაქტიკულად მორატორიუმი მაქვს გამოცხადებული და არაფერს არ წერს და არაფერს არ ვამბობ. თუმცა სათქმელი იმდენი მაქვს, რა ვიცი, მთელ საქართველოს ეყოფა, ხო? იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცი, ჩემ ხელში დაჩიტდნენ ესენი პოლიტიკოსებად და მე ნაცმოძრაობა ჩემ ხელში შეიქმნა, ხო? ჩემ ხელში რა, ჩემს პროფესიული საქმიანობის პირობებში და კარგად ვიცი ვის აქვს რომელ ქოთანს ოქროს ძირი და ვის საერთოდ არაფერი არ აქვს რა. ხო და გაანებეთ თავი, ამის თქმა მინდა, გაიაზრეთ ეს. ნაცებსაც მიმართავ და რა ვიცი, პირადად მიხეილ სააკაშვილსაც ვინმე შეიძლება უთხრას, თუ არც მაგის პრობლემა არის. არა მაქვს მე ახლა მაგის ისა რა ქვია.
მწველი მოთხოვნილება მიხეილ სააკაშვილის ვეპაეკ რო აქვს და შევიმჩნიო ან შევამჩნიოს. მე უბრალოდ საქმე მადარდებს. როდესაც მიხეილ სააკაშვილი ღიად უწევს დისკრედიტაციას ოპოზიციურ ერთობას 26 მაისის წინ, ამით ის აკეთებს ბიზნე ივანიშვილის საქმეს. ხვდება ეს მას თუ ვერ ხვდება? მე ვხვდები. ისევე როგორც არაერთხელ ამ ციხეში ყოფნის დროს გაუკეთებია საერთო ოპოზიციული ერთობის საწინააღმდეგო ბევრი დამაზიანებელი ქმედება. თუნდაც ის რა დღის რომ უპრობლემოდ აძლევენ მას სასამართლოდან ეთერს, საიმისოდ რომ მან ყველაფერი ეს გააკეთოს ისე როგორც ქართულ ოცნებას უნდა, სქიზმა შეიტანოს ოპოზიციაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცალფეხზე მკიდია ეს ვიღაცის პარტიული ინტერესები, არ მაინტერესებს. და არც არავის ლობისტობას ვეწევი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან კარგად ვიცნობ ყველას. მაგრამ რაც ყავს ოპოზიცია, ეს ყავს. და მოდით ყველამ იმაზე ვიზრუნოთ, არა საკუთარი უსაფუძვლო ამბიციები, უსაფუძვლო აშკარად ამბიციები. ვიფხანოთ და დავაზიანოთ საერთო საქმე. არ გამოვა ბატონო მიხეილი თქვენგან საერთო ოპოზიციური ლიდერი. განა იმიტომ რომ რაღაც წიკები მჭირს მე მაგალითად. ამას გეუბნებით ჩემი ლავის 40 წლიანი გამოცდილებიდან. გამომდინარე ჟურნალისტიკაში, რეიგანის დროიდან მოყოლებული. როგორ მე ახლა ვიცი ამ დროის განმავლობაში პოლიტიკური ლიდერების, რა ვიცი, ფსიქოსოციალური მიმოხრები და მათი მოტივაციები რა დროს იმალებდა. თქვენ ბატონო მიხეილი მაინდამაინც ვერ დაიკვეხნით იმას, რომ შეგიძლიათ დამალოთ და კარგი მსახიობი ხართ თქვენი მოტივაციები. მესმის, რომ გინდათ საერთო ოპოზიციური ლიდერად აღიარება. გასაგებია ეს ამბიცია გააქვთ ამისი. მაგრამ აშკარად უსაფუძვლო. მაგრამ მეორე მხრივ ეს არის ოღონდაც რაღაცა თქვენგანაც გამოდნეს ამ ხელისუფლების, ამ რეჟიმის დასამხობად, მაგრამ არ გამოვა ეს თქვენგან. იმიტომ რომ საერთო საპროტესტო მოძრაობაში, რა ვიცი, 80 მინიმუმ პროცენტი არის თქვენი ბუნებრივი მოწინააღმდეგე და არ გამოვა ამ ბრძოლაში თქვენი ერთიანი, ასე ვთქვათ, ერთპიროვნული დროშის ქვეშ. ამას მე ზუსტად გეუბნები და არ ვიცი, ვირას გატყუებთ, ისე როგორც გატყუებდნენ იმ არაჟანის კონტეინერში ჩაჯდომის წინ, რომ საქართველოში ჩამოხვალ და ეგრევე ხალხი გამოვარდება და რევოლუციას მოახდენენ. და მე მგონი, რა ვიცი, მიხვდით, ვერ მიხვდით ჯერ კიდევ, რომ არ გამოვიდა ხალხი, თქვენ პარტიის აქტივიც კი არ გამოვიდა გარეთ. და დაგიჭირეს ასე ხინკლით პირში. სამწუხაროდ. და ოპოზიცია კიდე ძალიან დაზარალდა თქვენი აქ მაშინდელი ჩამოსვლით. მე მგონი ამასაც უნდა ხვდებოდეთ. ხო და გავანებოთ თავი ამ კოცები, ნაცები აფრიალებენ რაღაც შიდა ბაბლის გამოკითხვებს, სადაც მიხეილ სააკაშვილის 50% აქვს რეიტინგი, პიროვნული სხვებთან შედარებით, იქ გვარამიაზე, ჯაფარიძეზე ბევრად მეტი და აი რა გინდა თუ აი კაცი არ გამოვა ეს ამბავი, ჩემო კარგებო. კონტრპროდუქტიულია გეუბნებით. მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნული, რა ვიცი, ლიდერობა ამ პროცესში არ არის, გამორიცხული არის. არარეალისტური არის, უსაფუძვლო არის. თავს იტყუებთ. 10% თუ გააქვთ საერთო პარტიულ რეიტინგში ნაცმოძრაობას ძალიან საციხარულო უნდა იყოს თქვენთვის. რეალური პროცენტებს გეუბნებით, ხო? და მოდით ისე გავაკეთოთ, რომ ეს ერთობა, ეს 9 პარტიულია თუ რაც არის ოპოზიციური, სადაც არ არის გამოკვეთილი ლიდერი, სადაც არ არის ბელადომანია და ძალიან კარგია ეს ახალი ეტაპია საქართველოს პოლიტიკურ გონიერებაში და რა ვიცი გამოცდილებაში. ეს შევინარჩუნოთ თქონია. ნაცმოძრაობა იყოს და უნდა იყოს ერთ-ერთი ამ საერთო ოპოზიციურ ერთობაში. თანასწორი თანასწორთა შორის და არა ერთადერთი და განსაზღვრელი და მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით. ეს დაამხობს ამ პროცესს და უკვე ძალიან დიდ ზიანს აყენებს. მე ამას გეუბნებით როგორც გარედან დამკვირვებელი კიდევ ერთხელ ვამბობ, რომელიცაც გასაგები მიზეზების გამო ნაცებთან არავით არის სენტიმენტები არ მაქვს და არც ნაც ყოფილებთან კიდევ ვიღაცეებთან. ჩემი მიზანი არის როგორც ერთი პატრიოტი ქართველი ეროვნული
ტრადიციული კონსერვატიული შეხედულებების ადამიანისა, ანუ თქვენგან აბსოლუტურად სხვა პოლუსზე მდებარე ადამიანისა, რომ როგორმე მივახციოთ თავისუფალ არჩევნებს და როგორმე ამ თავისუფალ არჩევნებში ყველა ასე ვთქვათ ჯგუფის, სოციალური ჯგუფის და პოლიტიკური მიდრეკილებების ადამიანებმა მიიღონ მონაწილეობა და გამოავლინონ საკუთარი თავი. და ამ არჩევნებში გადავწყვიტოთ მე ვინ არის და რა არის. ამჟამად კი თავი შევიკავოთ ამ პროცესის დაზიანებისაგან, რასაც მიხეილ სააკაშვილი და მისი ნაცმოძრაობის ბევრი წარმომადგენელი მიზანმიმართულად ეწევა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხდება ამას თუ ვერა. და საქმე ისე არ მოხდეს ბატონებო, ნაცებო, მიხეილ სააკაშვილო, გადაეცით რომ ამ პროცესის დაზიანებით საკუთარი ციხეში ყოფნა გაიხანგძლევა უკუნითი უკუნისამდე. ჯობია გავანებოთ ამ ყურიდან ენის ყოფას და კბენას ამ ოპოზიციონერებისა. გააკეთონ თავიანთ საქმე და შევეშოროთ რაც შეგვიძლია. იხარეთ და იმრავლეთ, წარმატებას გისურვებთ ყველას, ეს ჩათვალეთ როგორც ჩემი ერთგვარი გაფრთხილება გარედან ყოფი ადამიანის, რომ ესე დიდი გამოცდილება აქვს პოლიტიკური პროცესების თვალყურისა და ანალიზისა. იხარეთ და იმრავლეთ, გაავრცელეთ ეს ვიდეო.